დავით ქართველიშვილი წერალი. მეგობრებო, მოგესალმებით. მე სულოცავ ბესოსაც დაბადების დღეს გილოცავთ ორივეს. ეხლა რახან კაი ბიჭის წიგნზე ვლაპარაკობ, ცოტა ფრთხილად ვიქნები და მოვზომავ ესე, რომ რამე არ შემეშალოს და დგას არავინ რტყა ესე, მაგრამ სერიოზულად თუ ვიტყვით, მე მინდა ეხლა თვითონ წიგნზე ვილაპარაკო უფრო მეტი ვიდრე გურამის პიროვნებაზე, იმიტომ რომ წიგნის გამო ვართ აქ ძირითადად რა. ეხლა ამ წიგნში მთავარი ჩემთვის არის დაწერის თარიღი, მეგობრებო. დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ნებისმიერი წიგნი არ იქნება მარტო რაღაც ინდივიდუალური გამოცდილებით, არამედ იქნება კონკრეტულ დროში. კონკრეტულ დროს აქვს თავისი მოთხოვნები. ეს წიგნი არის დაწერილი იმ დროს, როდესაც ქართულ ლიტერატურაშიც და ზოგადად ლიტერატურაშიც დაისვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს უკვე აქტუალური შეიძლება ისე აღარ არის უსამართლოდ სხვათა შორის, მაგრამ ჩემთვის დღემდე ძალიან აქტუალურია. როგორი შეიძლება იყოს რომანი? ანუ როგორი შეიძლება იყოს რომანის არქიტექტონიკა და სტრუქტურა? იმიტომ რომ თავარი რაც არის თვითონ პროზას და ამბის მოყოლის ხელოვნება, სიმხელა ტრადიცია აქვს, რომ თვითონ ამბავი, ამოწურული ამბავია. ანუ ამბავი დასრულებულია, ვერაფერ ახალს ვერ მოიგონებ, შეიძლება ვარიაციები აკეთო, არის უკვდავი რაღაც სქემები, რომელსაც შენ ესე ატრიალებ, დაუშვათ უძღები, შვილი, ესეთი რაღაცეები. მაგრამ დრო ცვლის, გამომდინარე იქიდან, რომ დრო არის და უნდა შეცვალოს და ერთადერთი დასტური დროის არსებობის ზუსტად ის არის, რომ იცვლება, თუნდაც ფიზიკურიდან გამომდინარე, გარემოთი დამთავრებული, დრო აყენებს მოთხოვნას, რომ ამბავი იყოს მოყოლილი განსხვავებულად, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. სწორედ ამიტომ ურჩია, რომ დაარქვი ინტელექტუალური პროზა ამ წიგნს, არა ამბიციურად არა, აბსოლუტურად არა. უბრალოდ იმიტომ, რომ იყოს თავიდანვე მინიშნება, რომ ეს არ არის საერთოდ ტრადიციულ თხრობას მე ვეძახი დიკენსიანას, იმიტომ რომ ადვილია ხა ჩარლზ დიკენსი ყველა მიცის და აქედან გამომდინარე ვეძახი დიკენსიანას. ანუ დიკენსიანა ჩემთვის არ არის საინტერესო, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოყვე ეს ამბავის განვითარება, ამის არქიტექტონიკა, დალაგება არის უკვე ძალიან გამოცდილი, ძალიან ადვილი და ამიტომ ძირითადად ამას ჩვენ ვეძახით კომერციულ მეინსტრიმულ ლიტერატურას, სადაც თხრობა მიმდინარეობს ზუსტად აი ამ დიკენსიანის პრინციპებით. და ის რაც არ არის დიკენსიანა, ის თავისთავად არის ექსპერიმენტული ლიტერატურა და აქედან გამომდინარე ნებისმიერი ექსპერიმენტი არის ინტელექტუალური თავისთავად, იმიტომ რომ გონება უნდა ჩართო, რომ შენ დაინახო ეს სტრუქტურა. ზუსტად ამიტომ არის ეს წიგნი საინტერესო. ეხლა რატომ არ წაიკითხეს თავის დროზე ეს წიგნი? კარგი შეკითხვაა სხვათა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იყო მოსული და წიგნი იყიდეს, ხო. მე მაქვს ამაზე ჩემი ვერსია საერთოდ რა, რომ ეხლა თუ გადავალ 15 წლის უკან ალეკომაც დაწერა ექსპერიმენტული რომანი სამსარა ერქვა, ხო? ისიც არავინ არ წაიკითხა ის რომანი. მეც დავწერე ახალი წიგნი ერქვა, კიდე ცოტა უფრო ადრე, ისიც არავინ არ წაიკითხა. და რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდხანს გავიზარდეთ და გვასწავლეს, რომ ტექსტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ასეთი, ლექსი შეიძლება იყოს ასეთი, რომანი შეიძლება იყოს ასეთი, მოთხრობა ასეთი. იმიტომ რომ გავიზარდეთ საბჭოთა კავშირში. და საბჭოთა კავშირში მოგეხსენებათ, რთულად იყო საქმე და ყველანაირი ექსპერიმენტი, რომ არსებობდა ლიტერატურაში, ამას არ შეიძლებოდა დარქმეოდა ექსპერიმენტი. თუ ეს იქნებოდა ფორმალიზმი, მაშინ ის ავტომატურად ვერ დაიბეჭდებოდა. ამიტომ ყველაფერს ერქვა რეალიზმი. და ყველა წიგნის ანოტაციაც იყო ესეთი. წიგნი მოგვითხრობს სიკეთეზე, პატიოსნებაზე, როგორ უნდა გაიტანოს თავი ადამიანმა, როგორ გადალახავს სირთულეებს და როგორ გაიმარჯვოს ბოლოს. მე წაიკითხავდი წიგნს და საერთოდ არ იყო ის წიგნი ამაზე, მაგრამ ეს იყო ტიპიური ანოტაცია. უნდა ქონოდა წიგნს, რომ დაბეჭდილიყო ვიზა მიეღო. შემდეგ ვითარება შეიცვალა
მაგრამ არ შეცვლილა მკითხველი თავისთავად. ანუ ყველაზე რთულად ვინც იცვლება აი ამ პროცესში, ხო, ეს ორი ადამიანის ურთიერთობაა პრინციპში, ავტორის და მკითხველის. ვინც იცვლება ყველაზე რთულად, ეს არის მკითხველი. აქედან გამომდინარე, ხა ეს წიგნი და ეს რომანი პირველ რიგში ძალიან საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც წერს, სურს წერა, ანუ ლიტერატურას გარკვეულწილად უყურებს პროფესიონალის თვალით. რომ ამ ყველაფერში რაღაცის მიღწევა უნდა. ეს არ არის, რა თქმა უნდა, უნიკალური ვერსია, ეს არის ერთ-ერთი ვერსია, როგორც ნებისმიერი წიგნი, როგორც ნებისმიერი მწერალი არის ერთ-ერთი ვერსია ლიტერატურის და ძალიან საინტერესო ვერსიაა. არ ვიცი, დღეს ახლა ამ წიგს წაიკითხავენ თუ არა, მე ვერ მოგცემ მაგის, ვიცი დაბადების დღე გაქვს და რაღაც კარგი რაღაცები უნდა გითხრა, მაგრამ მაინც ვერ მოგცემ მე შენ მაგის გარანტიას, რომ ამ წიგს ახლა დიდად ხო, დაბადების დღე გაქვს, მაგრამ მაინც სიმართლე მიშელია რომ გითხრა. არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი და დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველამ, ვისაც ლიტერატურა აინტერესებს როგორც რაღაც თავის საქმე. ანუ ის რაზეც ფიქრობს. ანუ ხომ არსებობენ რაღაც არის ესეთი გამოთქმა, საერთოდ აი მაგალითად კომედიაში არის, რომ კომიკოსების კომიკოსია. ის რომ დაუშვათ შეიძლება აი 20 კაცი იყოს და ყველა კომიკოსი იყოს და ყველას ძალიან მოწონდეს, მაგრამ გავიდეს თეატრში 2000 კაცთან და ვერავინ ვერ გაიგოს იქ რაზეა თვითონ ეს ხუმრობა ან რაღაც. ასევე არის წიგნებიც. არსებობენ მწერლების მწერლები და არსებობენ ხალხის მწერლები, სახალხო მწერლები. ეხლა ყველას უნდა რომ თან მწერლების მწერალი იყოს და თან სახალხო იყოს, მაგრამ ეგრე არ გამოდის სამწუხაროდ. ან იქ ხარ, ან იქ ხარ. სამწუხაროდ ეგრე არ გამოდის. თორემ დიდი სიამოვნებით. თუმცა თვითონ ეს გურამის წიგნებს შორის ეს წიგნი მაინც ყველაზე განსხვავებულია. იმიტომ რომ უფრო მანიფესტია, ესთეტიკური მანიფესტია ჩემთვის, ვიდრე ხატრული ტექსტი. ანუ უფრო ესეა ჩემთვის, უფრო მოსაზრებაა ეს ყველაფერი, რას ფიქრობს კონკრეტულად გურამ მეგრელიშვილი ლიტერატურაზე და როგორ მიაჩნია მას, როგორი უნდა იყოს თანამედროვე რომანი. რა თქმა უნდა, ეხლა იქ არის, რომ სახალხოობის სურვილიც არის და რაღაც სიუჟეტზეა ეს აგებული, როგორც ყოველთვის ხდება ასეთ მომენტში. საერთოდ მე როცა ვფიქრობ, არ ვიცი, რამდენად უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ საერთოდ არ ყოფილიყო სიუჟეტი და უშუალოდ და ანუ ის რაც შეთქვი, რომ ფაბულა მე თვითონაც ვეღარ გავიგებდი. ეგ ყველაზე საინტერესოა, შენ თვითონ რო არ გესმის, იმიტომ რომ მე შენ გადახედავ ხოლმე რაღაც შეიძლება გაიგო რა დაწერა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხრივ. და მე მგონია რომ გურავის მიზანიც ეს იყო, შეცნობიერად თუ არა ქვეცნობიერად, რომ რაღაცა მოეხაზა თავისი ლიტერატურული ხედვა. და ეხლა რახან მეორე დაბადება იქნებ ეხლა გაამართლოს და აი ამ ცეცხლიდან მახვილი. დიდი მადლობა და გილოცავ და იმედია რომ მადლობა. სანამ